ჯერ არამოქმედებული გრანტების კანონში ცვლილებები შედის. აქამდე არსებული ვერსიით სხვა პროგრამებთან ერთად ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის Horizon Ევროპასა და ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ ფარგლებში გაცემული გრანტები მთავრობის შესაბამის თანხმობას საჭიროებდა. ცვლილებებით კი ამ პროგრამაზე საგამონაკლისო წესი გავრცელდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროგრამებით გაცემული გრანტები ნაკლებად რისკის შემცველია, რის გამოც კანონში ცვლილებების შეტანის საკითხით დღის წესრიგში დადგა. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. საქართველოს ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის გარკვეულ კონტრიბუციას ფულადი შენატანების სახით ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება. განათლების ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ აყენებდა აღნიშნულ პროგრამებს და უნგრეთის მაგალითი მოჰყავდათ, სადაც მსგავსი კანონის ზამოქმედებამ დონორული გრანტები შეაჩერა. Horizon Ევროპასა და ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე აღარ გავრცელდება განათლების სექტორს შვებას აძლევს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია ამბობს, რომ დიდი რისკის ქვეშ დგება ქვეყანაში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიზერული სახელმწიფო დაფინანსების ფონზე დონორული სახსრების გარეშე უბრალოდ განწირულია. ახლა მაგალითად ერთ-ერთი ფონდი საერთაშორისო აფინანსებდა პროექტს, რომელთაც უნდა გამოგვეკვია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში ზუთხის პოპულაციის შემცირების მიზეზები. ახლა აი აქ შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაცნაირად ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხის წინაშე აყენებდა ეს პროექტი, მაგრამ ასეთი ტიპის პროექტები, რომელიც არ არის უშუალოდ Horizon-ის მიერ დაფინანსებული ან Erasmus-ის მიერ დაფინანსებული, ესე რა თქმა უნდა არიან პრობლემები ექნებათ ასეთ პროექტებს და ახლა ჩვენ გვიწევს რომ ვარი თქვათ და უამრავ სხვა პროექტზე მოგვიწევს სამომავლოდ ვარი თქვათ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ უბრალოდ არც თუ ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში უმაღლესი განათლება და საუნივერსიტეტო საქმიანობა საერთოდ რეალურად მოკვდება. კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს დადებითად აფასებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორიც, თუმცა სხვა პროექტებთან მიმართებით, რომელზეც კანონის მოქმედება ისევ ვრცელდება, ის რისკებს ვერ ხედავს. ირაკლი ნატროშვილი ამბობს, რომ ხელოვნურად გრანტების გაცემა არც აქამდე შეფერხებულა და მისი მოლოდინით არც მომავალში არსებობს ამის საფრთხე. ცნობებით არათუ შეაფერხებს. მე მგონია, რომ პირიქით რაღაცა ბარიერები თუ არსებობდა, თქვა, რაღაცა ბიუროკრატიული ბარიერები, ეს ბარიერებიც იხსნება და ბევრად უფრო მარტივი იქნება ამ პროექტების განხორციელება. მედიცინაში მუდმივად ცვლადი, მუდმივად სიახლეების ფონზე, როდესაც სულ ახალი ინფორმაციები ჟღერდება, სულ ახალი რაღაცა მიღწევები არის ხშირად და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მივიტანოთ ეს ინფორმაცია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და საბოლოოდ პაციენტისთვის. ამ პროექტებში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება იმ პროექტების მეტად დაფინანსება და იმ მიმართულებების მეტად დაფინანსება, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. მე მგონია, რომ ხელოვნურად ბარიერები არ შეიქმნება და არ შეფერხდება ამ პროექტების განხორციელება. განათლების ექსპერტ ქეთევან ცოტნიაშვილს კი მოლოდინი აქვს, რომ კანონში არსებული ბუნდოვანება საქართველოში დონორი ორგანიზაციების მხრიდან გრანტების გაცემის პროცესს შეაფერხებს, რაც მისი შეფასებით პირდაპირ დარტყმას სწორედ სამეცნიერო კვლევით საქმიანობას მიაყენებს, რაც აქამდე ძირითადად უცხოური ფონდების მხრიდან ფინანსდებოდა. კანონშიც როგორც ეს ყველაფერი არის გაწერილი, თვითონ პროცედურა არის ძალიან ბუნდოვანი. ვის უთანხმებ, რას უთანხმებ, ანუ გეწერია ხელშეკრულება, თუმცა ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ან ვინ იქნება შემფასებელი, ვისაც კომპეტენცია ექნება, რომ სამეცნიერო პროექტი შეაფასოს, მან უნდა მიიღოს თუ არ უნდა მიიღოს გრანტი, ეს ყველაფერი არის გაურკვეველი და ბუნდოვანი და ცხადია ესეთ პირობებში დონორი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ჯერ ისედაც რეპუტაცია უკვე გაფუჭებული არის საქართველოსი ამ მხრივ და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი საერთოდ წამოვიდნენ და საქართველოს მთავრობას ეს ყველაფერი შეუთანხმა.
როგორც ცნობილია, 2025 წლის აპრილში ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის თანახმად საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ იწვევს. მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.